მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემი არხის გამოწერისთვის, რომ მიწონებთ და კომენტარებს მიწერთ ვიდეოებზე, ძალიან მახარებს და როცა რეზონირდება უფრო ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა. აი ეხლა ვფიქრობდი, რომ უნდა გავშალოთქო ისევ ურთიერთობებზე, რადგან ადამიანებს, მსმენელებს ყველაზე მეტად მაინც იზიდავთ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით თემები და ზუსტად ეს სარკანი ამომივარდა. კი ბატონო. დღეს მინდა გავშალო ისეთ თემაზე. აი, რა სიტუაციაში არის თქვენი პირადი ცხოვრება დღესდღეობით და შემდეგ რჩება ტაროსგან. ანუ რა მდგომარეობაში ხართ, როგორ მიმდინარეობს თქვენი პირადი ცხოვრება? ეხლა მოდი ვნახოთ. როგორ მიმდინარეობს თქვენი პირადი ცხოვრება ამჟამად? კარგი, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს თქვენს პირადში. აი, ადრე მაგალითად თუ უფრო აქტიურობდით თქვენ, უფრო მეტად თქვენ იყავით აქტიური, ახლა მაგალითად უფრო თავშეკავებული ხართ. რაც გამოიწვია კონკრეტულმა ფაქტმა, რომელიც არის დაკავშირებული ესეთ თასების მეფესთან. რის გამოც არ ვიცი, უფრო ჩავშლი შემდეგ, მაგრამ ეხლა ტარო მიჩვენებს ასე, რომ აი ამ კონკრეტულად თასების მეფის გამო თქვენ ხართ მასთან სწრაფად დაასრულეთ ურთიერთობა და საკმაოდ სამართლიანად და ამის შემდეგ ხართ საკმაოდ ისეთი საკუთარ თავს რო ძალით აჩერებთ რაღაცეებში, აი თუნდაც სხვასთან ურთიერთობა რომ გააგრძელოთ, რომ დაიწყოთ რაღაცა დაბლოკი მდგომარეობაში ხართ და რეალურად ასე არ ხართ, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ აი შინაგანი ბლოკები გაქვთ რაღაცნაირად, რომ აი ვერაფერს ვერ აკეთებთ. ყოველ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში ხართ ერთ ადგილზე გაჩერებული. შეიძლება ფიქრობთ ვინმეზე, გინდათ ვინმე შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება შიშიც გაქვთ გამოცდილების გამო. ხო, და აი ეს რაღაცა რომ დასრულდა აი ამ თასების მეფესთან, ახლა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში საკმაოდ ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, განულდა ყველაფერი, აი თითქოს რაღაცა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოთ, მაგრამ თქვენ ხართ აი ესეთ ბლოკებში. ანუ ვერ იწყებთ რაღაცას ახალი ფურცლიდან, გაჩერებული ხართ ერთ ადგილზე, არც წინ მიდიხართ, არც უკან. კარგი. დავამატოთ აბა კიდევ. ეხლა ვიკითხოთ, აი რადგან ასეთ ბლოკებში ხართ თქვენ თვითონ, აი რა გჭირდებათ იმისთვის, რომ
გამოხვიდეთ აი ესეთი მდგომარეობიდან, ცხოვრება გააგრძელოთ, მით უმეტეს სუფთა ფურცლიდან, როგორც წევანტარო გვიჩვენა, რადგან თქვენ თვითონაც ესე თვლით, რომ არ ღირს ეს ადამიანი, ეს კონკრეტული ადამიანი ნერვიულობად და არც ლოდინად არ ღირს, რა თქმა უნდა, და ტარო საკმაოდ სამართლიანად მიიჩნევს იმას, რომ თქვენ მასთან დაასრულეთ ყველაფერი, მაგრამ რადგან ისევ ესეთ უმოქმედო მდგომარეობაში ხართ ამ ფაქტის გამო, სავარაუდოდ ესე გამოხატავთ თქვენ განცდებს. მოდი ვკითხოთ ტაროს, რა უნდა გააკეთოთ თქვენ აი ამ სიტუაციაში, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. რა უნდა გააკეთოთ, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. საოცარი არკანები მომივარდა, ამასაც დავდებ. კაი. მეგობრებო, ჩემო კარგებო, რა უნდა გააკეთოთ და პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წეღანაც აღვნიშნავ, საკმაოდ ძალიან ისეთი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს თქვენს პირად ცხოვრებაში და თქვენშიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამან თქვენს იმოქმედა თქვენს პიროვნებაზე. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად, საკმაოდ შეგიძლიათ, რომ ეს სიტუაცია სათქვენოდ გამოიყენოთ და ასე ვთქვათ, აი ამ გაკვეთილიდან ისწავლოთ და გაბწყინდეთ. თქვენ გაქვთ ამის უნარი, თან გაქვთ იმის უნარიც, რომ საკმაოდ სწრაფად გააკეთოთ ეს ყველაფერი. ტაროს ვკითხეთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. შეიძლება ის ვარიანტიც იყოს, რომ გჭირდებათ, არ ვიცახი, რომ ახლა ერთი პიროვნებიდან მეორე პიროვნებაზე გადაერთოთ, მაგრამ შეიძლება არსებობს თქვენს გარშემო ვინმე ისეთი, ვისაც მოწონხართ და უნდა თქვენს ცხოვრებაში შემოსვლა, მაგრამ აი ესეთი ბლოკების გამო თქვენ არ უშვებთ. და ერთ-ერთი ვარიანტი ზოგისთვის შეიძლება იყოს ესეც, რომ ტარო გირჩევთ, რომ მისცეთ ამ ადამიანს შანსი. არ ვიცახი, რომ რაღაც მაინც და მაინც სწრაფად განავითაროთ ეს ურთიერთობა, მაგრამ უბრალოდ მისცეთ შანსი, რომ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ასევე კიდევ შეიძლება იყოს ასეთი ვარიანტი, რომ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, იყოს შეიძლება ის, რომ რადგან ასეთ დიდ ტრანსფორმაციაში ხარ და წეღანაც აღვნიშნე, რომ ძალიან ანუ იცვლებით თქვენს შინაგანად, ტარო გირჩევთ, რომ უფრო მეტი იფიქროთ საკუთარ თავზე. მოიცილოთ ეს რაღაცა ეჭვები და რაღაცნაირი შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მაინც შინაგანად ელოდებით ამ ადამიანს, ხო? მოიცილოთ ეს ეჭვები, ბლოკები და უფრო მეტად იზრუნოთ იმაზე, რომ შეიყვაროთ თქვენი თავი. აი, იცი როგორ რაღაცნაირად თავფუთმოგლეჯილი გაიქცეთ აი ამ სიტუაციიდან, შეგეშინდეთ აი ამ სიტუაციის, რა სიტუაციაშიც ახლა ხართ, იმიტომ შეგეშინდეთ, რომ საბოლოოდ თუ დიდხანს იქნებით აი ესეთ მდგომარეობაში, შეიძლება ხართ მიდრეკილი იმისკენ, აი უფრო დეპრესიისკენ მიდრეკილი ხართ და შეიძლება მიეჩვიოთ ამ მდგომარეობას. ამიტომ შეგეშინდეთ ამ მდგომარეობის ახლა რაშიც ხართ და სასწრაფოდ გადადგით დაბიჯი საკუთარი თავისკენ, იმისკენ, რომ განათდეთ და გაბწყინდეთ და აი ეს რაც მოხდა წარსულში, წარსულში შეიძლება
2 და 3 წლის წინ არა, მაგრამ და იყო რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს დატოვეთ წარსულში. საკმაოდ რთულია, რასაც ეხლა ვიძახი, მესმის, მაგრამ იმისთვის, რომ ზუსტად თქვენს თავზე იფიქროთ და გადარჩეთ და არ მისცეთ თავი დეპრესიას, უმოქმედობას და იმის მიუხედავად, რომ წინ მიდიოდეთ ცხოვრებაში, უკან წახვიდეთ, აი ამ ადამიანის გამო, რომელიც იყო საკმაოდ არასტაბილური თქვენს ცხოვრებაში, ეხლა არ ჩამიშლია კონკრეტულად ეს ადამიანი, ამ ადამიანს რის გამო დაშორდით, მაგრამ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იყო ძალიან არასტაბილური ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება და არ ვიცი, მოკლედ რა პრობლემები გქონდათ, რის გამო დაშორდით, მაგრამ ფაქტია, რომ დაშორდით და დატოვეთ ეს ადამიანი წარსულში. იმიტომ რომ ტარო გეუბნებათ, რომ ეს იყო საკმაოდ სამართლიანი გადაწყვეტილება თქვენი მხრიდან. და კიდევ რას გირჩევთ ტარო? ხო, წეღანაც აღვნიშნე და კიდე გავიმეორებ, რომ თქვენი ეს უდიდესი ტრანსფორმაცია ეხლა რაშიც ხართ, აი ეხლა ხართ ბლოკების გარდა, აი საშინლად ღრმა, აი ძალიან ღრმად ჩაფლული ემოციები გაქვთ და აი ამ ემოციებიდან ვერ გამოდიხართ თითქოს. და აი ასეთი დიდი ტრანსფორმაციის და აი რაღაცის შეცვლის ფონზე ტაროს რჩევა არის, რომ თქვენ ეს ყველაფერი გამოიყენოთ სათქვენოდ, თქვენი კარგად ყოფნისთვის. იფიქრეთ იმაზე და მართალიც იქნება ასე თუ იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა თქვენი განვითარებისთვის. იცი რა, ზოგადად შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან წარმატებულიც, განათლებულიც, არც გარეგნობა აკლდეს, არც ჩაცმა დახურვა, არაფერი არ აკლდეს, მაგრამ იყოს მის ცხოვრებაში და მასში ისეთი გადაულახავი და გადაუჭრელი საკითხი, რასაც გადაალახვინებს მხოლოდ აი ასეთი ტრაგედიას ვერ დავარქმევ, აი ცუდი სიტუაციები რა, აი ესეთი აი თითქოს რო გრძნობს ადამიანი, რომ რა დონეზე გამწარდა ახლა, ხო? აი ესეთი მწარე სიტუაციები იმისთვის ხდება ადამიანების ცხოვრებაში, რომ მათ აქვთ რაღაცა მათში ისეთი შესაძლებელი, რაც აუცილებელია, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს მათში. და როგორც თავში აღვნიშნე, თქვენ შინაგანში და თქვენში შესაძლებელი არის ის პირად ურთიერთობებს რაც ეხება და ეს ყველაფერი ზუსტად მაგიტომ მოხდა, რომ შეიძლება თქვენ არა მარტო მასთან, სხვებთანაც საკმაოდ ბევრს გასცემდით, თქვენ იყავით უფრო მეტად აქტიური საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში და მათგან ვერ იღებდით იმას, რაც გჭირდებოდათ. ანუ უბრალოდ არასწორ პარტნიორებს ირჩევდით და თქვენ რაც გჭირდებოდათ ურთიერთობაში, ისინი იმას ვერ გაძლევდნენ და ამის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი მოკლედ. და ზუსტად აი ეს სიმწარე იმის გამო გამოცადეთ და ეხლა იმიტომ ხართ აი ასეთ ღრმა ემოციურ მდგომარეობაში, რომ აქედან გამოიტანოთ თქვენ გაკვეთილი და შემდეგ კი არ შეგეშინდეთ ურთიერთობების, სხვა ურთიერთობების დაწყების. პირიქით, თამამად თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ სხვა ადამიანთან ურთიერთობა, სხვა შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში, ოღონდ მხოლოდ ახალი ფორმატით. აი ისეთი ფორმატით, რაც ძველად საერთოდ თქვენ არ გახასიათებდეთ. აი ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ თქვენ აბსოლუტურად შეცვალოთ დამოკიდებულება ურთიერთობების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ აი ცუდი გაშლა, ძალიან შემეცნებითი და კარგი გაშლა არის ნამდვილად და
მოდი ახლა რა ვიკითხოთ კიდევ. ხო, კიდე გეტყვით იმასაც, რომ აი ახლა ესე გადავშალე არკანები და აქაც მიჩვენებს იგივეს, რომ რადგან ესე გულნატკეპ მდგომარეობაში ხართ, შეიძლება თქვენ მიეჩვიოთ ამ მდგომარეობას და რაღაცა კომფორტის ზონად გაიხადოთ ეს ყველაფერი და გაგიჭირდეთ შემდეგ დროთა განმავლობაში გამოსვლა. ამიტომ წაღანაც აღვნიშნე, რომ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოთ საკუთარი თავისკენ და ძალიან სწრაფად უნდა დატოვოთ თქვენი ეს მდგომარეობა უკან. თუ მარტო ვერ უმკლავდებით, მე აქ ვარ, შეგიძლიათ მომმართოთ, ტელეფონის ნომერი მითითებული არის აღწერაში, ჩემი გვერდის აღწერაში, დამიკავშირდით WhatsApp-ზე ან Viber-ზე და მე თქვენ დაგეხმარებით აი ამ ყველაფრიდან გამოსვლაში და მართლაც ძალიან სწრაფად მოხდება თქვენში და თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები. მოდი, ტაროს გამბირ რჩევა მოვისმინეთ ახლა ჩვენ, მაგრამ საბოლოოთა წამოვიღოთ კიდევ რჩევა თქვენთვის. რას გირჩევთ ტარო? აი ამ სიტუაციაში, რომელშიც ხართ, რას გირჩევთ ტარო? გირჩევთ ტარო ამ სიტუაციაში. აი შემოკარგებო. აბსოლუტურად თქვენს ხელშია ყველაფერი. აი იცოდეთ, შეიძლება ახლა ძალიან უსუსურად და სუსტად გრძნობთ თავს და გგონიათ, რომ აი თქვენ არაფრის თავი არ გაქვთ. შეიძლება ლოგინიდან ადგომის თავიც არ გაქვთ საერთოდ, არ ვიცი ვინ როგორ გამოხატავთ ამ დეპრესიულ ფონს, მაგრამ თქვენ რეალურად თქვენს თავს რომ ჩაუხმავდეთ, აი ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი შეგიძლიათ. და რაც მთავარია, შეიძლება აქამდე ვინმეს აძლევდით იმის უფლებას, რომ თქვენი ცხოვრება ემართა და ამიტომაც უფრო წყალი დაასხა თქვენს დეპრესიულ ფონს ამ ყველაფერმა. მაგრამ რეალურად თქვენ ხართ მაგი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებაც მართოთ და სხვისი, მაგრამ სხვის ცხოვრების მართვა თქვენ არაფერში არ გჭირდებათ. მთავარია თქვენი თავი და თქვენი ცხოვრების მართვა შეგეძლოთ და თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენ ხართ ჯადოქარი. რეალურად. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გაიგოთ. უნდა გაიცნოთ საკუთარი თავი. ტარო გირჩევთ, რომ გაიცნოთ საკუთარი თავი. თუ ახლა ვერ გრძნობთ იმას, რომ თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ, რომ აი აბსოლუტურად შეცვალოთ თქვენი მინუსები, თუ რამეს ფიქრობთ, რომ აი რაღაცა ეს მინუსი გაქვთ, აი წაღანაც ვთქვით ხო, მაგალითად რომ ბევრს გასცემდით ურთიერთობაში და ეს გაქვთ შესაძლებელი, თქვენ აი ძალიან იოლად შეგიძლიათ ეს ყველაფერი შეცვალოთ. მთავარია რომ იმოქმედოთ და არ იყოთ ერთ ადგილზე გაჩერებული. ახლა ვიღაცა მკითხავს, რომ რა უნდა გავაკეთო, რა უნდა ვიმოქმედო. აი ზუსტად ის უნდა იმოქმედოთ, რომ თქვენს სულიერებას მიხედოთ, ილოცოთ, მედიტაციები ჩაატაროთ, წახვიდეთ ფსიქოლოგთან, გაიმეტოთ თქვენი თავისთვის ფული და წახვიდეთ ფსიქოლოგთან, კოუჩთან, ვინც გჭირდებათ, ხო? იზრუნოთ საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მათ არ გამოიყვანს მდგომარეობიდან და რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს და რეალურად ზუსტად ამ ცხოვრებაში მხოლოდ გადაარჩეს ადამიანს თავის სულიერებაზე ზრუნვა, თავის ფიზიკურ სხეულზე და სულზე ზრუნვა. ამიტომ თქვენ ეს ყველაფერი ძალიან იოლად შეგიძლიათ. გაქვთ ამის შესაძლებლობა, ძალა, ხასიათი და გამოავლინეთ ეს ყველაფერი, ნუ დათრგუნავთ თქვენს თავში, თქვენს აი ამ უდიდეს თვისებებს და გამოიყენეთ თქვენი თავისთვის.
რაც ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ. ძალიან კარგად იგრძნობთ თავს შემდეგში. ამ ყველაფერს თუ ადგებით, იმოქმედებთ, გამოიყენებთ, იზრუნებთ საკუთარ თავზე. თუნდაც იმაზე, რომ არ ვიცი ვინ როგორ გამოდის სტრესული სიტუაციებიდან, ხო? ვიღაცას მასაჟი ჭირდება, ვიღაცას სადმე წასვლა დასვენება, ვიღაცას უბრალოდ წიგნის კითხვა, ხო? ელემენტარულები, შეიძლება ფული საერთოდ არც დაგჭირდეთ იმისთვის, რომ თქვენ გამოხვიდეთ ამ მძიმე დეპრესიული ფონიდან და ბლოკებიდან. ჩემო კარგებო, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაშლა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ყველა წამოწყებულ საქმეში. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემს გვერდზე რომ აქტიურობთ. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვისაც არ გყავართ გამოწერილი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, მოიწონეთ ჩემი ვიდეოები, რომ თქვენზეც რეზონირდეს ჩემი გაშლები. ახლა დაგემშვიდობებით დროებით.